ახალი გარემოება ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეში. ადვოკატების თქმით, ბინის ჩხრეკის ვიდეოზე ერთ მომენტში დასტურდება, რომ სახლში დამატებით კიდევ ერთი ადამიანი იმყოფება. ჩვენ გაჩვენებთ ვიდეოს და დაუკვირდით ბინაში მყოფ პირთა რაოდენობას. ოფიციალური ვერსიით სახლში სულ 5 პირი უნდა იყოს, 4 პოლიციელი და 1 ბინის მეპატრონე. საძინებელი ოთახიდან გამოსული დეტექტივები მივიდნენ გამომძიებელთან დაალაგეს ნივთები მაგიდაზე და ვიდეოს გადამღები ეუბნება, რომ წავიდეთ აბაზანისკენ. წავუძანდით. აბაზანაში შევიდეთ კი დამგვიაში. კადრში ჩანს, როგორ ჯდება გამომძიებელი მაგიდასთან, კადრში ჩანს უკან როგორ მოყვება ამ გადამღებს კიდევ ერთი დეტექტივი და წინ მიყვება კიდევ ერთი დეტექტივი. ხოლო მის წინ ამ დეტექტივის წინ მიდის ბინის მეპატრონე ეკა გოგისვანიძე. როდესაც მივიდნენ აბაზანის კართან, კარის გაღება სცადეს, რა დროსაც კარი დახვდა დაკეტილი. და კადრში ჩანს აბაზანაში, კარის მეორე მხარეს, როგორ იღება საკეტი. ამ საკეტის გახსნისას იღება კარი მეორე მხრიდან და ამ დროს გადამღები უბრალოდ წევს გადაწია თავისი კამერა იმისათვის, რომ ჩვენ არ დაგვენახა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც თავისუფლად იმყოფებოდა ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის ბინაში და რომელსაც თავისუფლად შეეძლო ნარკოტიკული საშუალებების განთავსება და ჩადება იმ ტუმბოში, საიდან წამოიღეს. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ეს გარემოება არის დადასტურება იმისა, რასაც ამ ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ პოლიციელებს ბინაშიც შეეძლოთ ნარკოტიკის ჩადება, ისე რომ ეს ვიდეოზე არ ასახულიყო. პუბლიკა წინა ვიდეოში საუბრობდა ბინის ჩხრეკასთან დაკავშირებულ სხვა საგულისხმო გარემოებებზეც. ასევე გაჩვენეთ ბინის მეპატრონის დაკითხვიდან ამონარიდები, სადაც ის ადასტურებს, რომ იყო მომენტები, როდესაც ბინაში მყოფი პოლიციელები მუდმივად მისი თვალთახედვის არეალში არ იმყოფებოდნენ. ანუ თუ სწორად გავიგე, თქვენ ადასტურებთ, რომ ეს ერთი მომენტი და საჭმელმა კიდევ რამდენი მომენტი შეგვიძლია განახილოთ. თქვენ პოლიციელებს ვინც ჩხრეკას ატარებდნენ, მათ შორის ვინც კარადას აღებს ამ ვიდეოზე, თქვენ მუდმივად ვერ ხედავდით. მასეა. ვერ ხედავდით. კეთილი, ბატონო, ხვალ. ეს ვიდეო სპექტაკლი გასაზიარებელი მტკიცებულება არ გახლავთ, ამბობენ ადვოკატები. პირადი ჩხრეკა კი, როგორც უკვე იცის პუბლიკის მაყურებელმა, გადაღებული არაა.